რუსაველის გამზირზე პარლამენტის წინ საზოგადოება ისევ არის შეკრებილი. მე ახლა კადრში გაჩვენებთ, რომ დღესაც ისევე როგორც ყველა სხვა დღეს აქციის მონაწილეები ისევ არიან პარლამენტის წინ და პროტესტებენ ქართული ოცნების პოლიტიკას, მოითხოვენ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩანიშვნას. უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ჩანს, ქართული ოცნების მიერ მიღებული არც ბოლო კანონ პროექტი არ მუშაობს, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებს პროტესტის გამოხატვის საშუალება მისცა პარლამენტის წინაფარცადზე არსებული ამ კიბეების ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა, აქცია როგორიც არის მაგალითად მსვლელობები და მარშები, ეს ყველაფერი არ შეწყდება და შაბათს დაანონსებული არის დიდი მსვლელობა, დიდი აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტამდე. ეს ყველაფერი კი ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნების მიერ მიღებული რეპრესიული კანონები არ მუშაობს. აქ მყოფი ადამიანები აცხადებენ, რომ როგორი კანონიც არ უნდა მიიღოს ქართულმა ოცნებამ, პროტესტი არ შეწყდება და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები არ გათავისუფლდებიან და ქვეყანაში ახალი სამართლიანი არჩევნები არ ჩაინიშნება. არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ ძალიან ძნელია დღეს რაიმე კანონით აუკრძალო ხალხს პროტესტის გამოხატვა და თუ ჩვენ ხედავთ ამას, რომ პროტესტის გამოხატვის საუკეთესო საშუალებად გვესახება მსვლელობა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას გავაგრძელებთ მანამდე, სანამ არ იქნება შესრულებული ჩვენი უმთავრესი მოთხოვნები, კერძოდ გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი და გამოცხადდეს ახალი არჩევნები. ზვიადისგან ველოდი კი არა ასეთ განცხადებას, დარწმუნებული ვიყავი, რომ ზუსტად სწორ აქცენტებს გააკეთებდა და ნამდვილ ვაჟკაც ქართველის განცხადებას გააკეთებდა. რაც არ უნდა მოიმოქმედონ, როგორი მახრჩობელა კანონებიც არ უნდა მიიღონ, როგორი რეპრესიებიც არ უნდა ჩაატარონ, როგორი წინააღმდეგობრივი სიტუაციაც არ უნდა შექმნან, გაათითო კაცონ, მაინც სანამ ამ ქვეყანაში პროტესტის საფუძვლებს და მიზეზებს არ მოსპობენ, მანამდე იქნება პროტესტი ქუჩაში და მანამდე იბრძოლებს ადამიანები ამ ქვეყანაში ცვლილებების მოსატანად. რაღაც განცხადებებს აქვეყნებენ, რომლებიც ამავე კანონს ეწინააღმდეგება, რაღაც 10 დღეც კი არა, ჯერ კანონის მიღებიდან გასული, მაგრამ უკვე უწევთ მიიღება, იმიტომ რომ არ იციან უბრალოდ როგორ უნდა მოერგონ თან ერთი მხრივ კანონსაც მოერგონ და მეორე მხრივ იმ მიზანს მიაღწიონ, რამის მისაღწევა და საცქანონო მიიღეს, მაგის საშუალება არ აქვს. მარშებიც მაგაზე მეტყველებს, ისეც ამაზე მეტყველებს, რომ რაღაც გაფრთხილება მოხდეს კიბებზე დადეკიდო და მიუხედავად დადგებით თუ არა კიბებზე ვერ აღასრულებენ მაინც ვერც გაფრთხილებას ვერც კანონს, ერთ-ერთი მორიგი მკურნალშობილი კანონია, არაფერი ახალი და განსაკუთრებული. კი ბატონო, აქ იმყოფებიან მათ შორის სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებიც და ზვიად ცეცხლაძე სინდისის პატიმარმა სულ ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ არც ბოდიში მაქვს მოსახდელი არავისთვის და არც არავის შეწყალებას საჭიროებო ეს განცხადება გააკეთეს სინდისის პატიმრებმა. აქ მყოფი ადამიანები აცხადებენ, რომ ხალხი, ვინც ციხეში ჩასვეს ქართული ოცნების წევრებმა, მათ არაფერი დაუშავებიათ, ისინი უნდა გათავისუფლდნენ, ქვეყანაში უნდა ჩაინიშნოს ახალი არჩევნები და ეს ხალხი ქუჩაში იდგება იქამდე, ვიდრე ეს მოთხოვნები არ იქნება შესრულებული, მიუხედავად ქართული ოცნების მიერ მიღებული რეპრესიული კანონების.